აი 70 წლის ასაკში თითქმის ყველა ადამიანს კანი უბერდება რაღაც დონეზე ნაოჭები აქვს მნიშვნელოვნად. და იგივე ადამიანის სხეულის ის ნაწილები რო აიღო, სადაც მზე არ ხვდება, ბევრად დიდი სხვაობა იქნება. ან კანი, სადაც მზე ეხება ადამიანს, ბერდება ბევრად უფრო ადვილად და ეს ვიზუალურადაც ჩანს, მაგალითად სახე და მუცელი რო შეადარო ერთი და იგივე ადამიანის უზარმაზარი განსხვავება იქნება, თქვა 70 წლის ადამიანის, რომელსაც ძალიან დანაოჭებული სახე აქვს, მაგრამ მაგალითად მუცელი არ ექნება არც დანაოჭებული და სიბერის ნიშნები ექნება ბევრად ნაკლები. ამით ძალიან მარტივი ცდა შეიძლება ჩაატარო იმაზე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მზე კანის დაბერებაში. და კვლევებით დასტურდება კი, რომ სახის კანის დაბერების ყველაზე მთავარი პრობლემა და თითქმის დაბერების 90%-მდე არის მზის ბრალი. და დღეს გეტყვით ზუსტად მაგას, როგორ დავიცვათ თავი მზის დაბერებისგან და მზისგან კანის დაზიანებისგან და სად არის ფარული საფრთხეები, რასაც ჩვენ ხშირად ვერ ხვდებით ხოლმე. მზეს აქვს ორი ძირითადი გამოსხივება, რითიც კანს აზიანებს. სხვა სპექტრიც აქვს, ხილული სპექტრი, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობ, რაც პირდაპირ კანს აზიანებს, ეს არის ულტრაიისფერი გამოსხივება, ულტრაიისფერი A და ულტრაიისფერი B. ეხლა რაში გვჭირდება ამის ცოდნა? ეს არის ორი სხვა სიგრძის ტალღებია, მოკლედ. ეს A, ანუ ინგლისურად aging, ანუ აბერებს, მოკლედ ეს შეიძლება დაიმახსოვრო, შედის ღრმად, სადაც ელასტინი, კოლაგენი და ჰიალურონი წარმოდგენილია კანში, რაც კანსალოს სტრუქტურას და აზიანებს აი ამ სტრუქტურას ნელ-ნელა, ჩუმჩუმად და კანის დაბერებაში ყველაზე დიდი როლი მიუძღვის ულტრაიისფერ A გამოსხივებას, ანუ ულტრაიისფერი A სხივებს. იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, მე აფერხებს ახალი კოლაგენის წარმოქმნას, ამავდროულად კოლაგენის დაშლას ასტიმულირებს და ანუ შენობას რო შლიდა ჩქარა და აშენებდა ძალიან ნელა ეს პროცესია და ეს ერთი დღე და ორი დღე არაფერია, მაგრამ როცა გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, კანი ბერდება. მეორე ულტრაიისფერი B მზის გამოსხივება, ეს არის ტალღები, რომელიც აღწევს კანის სიღრმეში უფრო ზედაპირულად. მაგრამ უფრო ძლიერად და პირდაპირ აზიანებს უჯრედებს, პირდაპირ აზიანებს დნმ-ს და შეიძლება გამოიწვევს მუტაციებიც და ეს ულტრაიისფერი B გამოსხივება ზრდის სიმსივნეების რისკსაც, კანის სიმსივნეების რისკს. ულტრაიისფერი B გამოსხივება არის, რაც იწვევს დამწრობას რეალურად, ანუ კანის დამწრობას მზეზე რო გადიხარ და რო იწვის კანი, ეგ არის ულტრაიისფერი B გამოსხივება. ულტრაიისფერი B გამოსხივება იწვევს კანზე ლაქებს, ჭორფლებს, ეხლა ეს ლაქები რა არის? გამოსხივების საპასუხოდ ადამიანი ირუჯება, ვიცით ხო? ეს ულტრაიისფერი B გამოსხივების საპასუხოდ. და რატო ირუჯება? იმიტომ რომ წარმოიქმნება მელანინი, რომელსაც აქვს დამცველობითი ფუნქცია. ოღონდ, როცა ეს რა თქმა უნდა გრძელდება დიდხანს და დროთა განმავლობაში, ეს მელანინის წარმოქმნა ხდება არათანაბრად კანზე და ეგ იწვევს ზუსტად რომ კანის ლაქები ვითარდება. ჭორფლები ძლიერდებათ ადამიანებს, მზეზე ლაქები ვითარდება, კანი ხდება ნაკლებ გლუვი, ელასტიურობას კარგავს. დროთა განმავლობაში ეს კოლაგენი, ელასტინი, რაც კანის სტრუქტურას იჭერს, ირღვევა და რო ირღვევა, ან თუ კი რაღაცას იჭერდი და ის რითიც იჭერდი დაირღვევა, რა მოხდება იმ რაღაცას ჩამოეკიდება, ამიტომ კანი ჩამოკიდებული ვითარდება ხოლმე, კანი ეკიდება დროთა განმავლობაში. ზოგჯერ ვითარდება ელასტოზი, პირიქით, ანუ ელასტინის დაგროვება ხდება კომპენსატორულად. კონკრეტულ ადგილებში კანი უფრო რაღაცნაირად გასქელებული ხდება ხოლმე და გასქელებული და პრიალა თითქოს, რაც ანუ კანის ნორმალურ სტრუქტურას კარგავს, მაგრამ სხვანაირი, რომელიც არასასიამოვნო და არასასურველია, რა თქმა უნდა. ასევე ვითარდება სისხლძარღვები, ტელანგიექტაზიები, გინახიათ ალბათ ლოყებზე, ცხვირზე, პატარა სისხლძარღვანი ვარსკვლავებივით, რომელიც ასევე უკავშირდება მზეს და დაბერების პროცესს. კიდე სახის კანის ტექსტურა უარესდება, ანუ კანი კარგავს გლუზ ზედაპირს
და ხდება უფრო უხეში და მშრალი. ვითარდება წვრილი ხაზები თვალების გარშემო, ეს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია, რატო? იმიტომ რომ ამ უბანში არის კანი თხელი და კოლაგენის მცირე დანაკარგიც კი იწვევს ნაოჭებს. ანუ თუ კი თვალის გარშემო ნაოჭები ჩდება, უნდა იცოდე რომ შენი კოლაგენი უკვე მნიშვნელოვნად ზიანდება. სახე კარგავს თავის ფერს, ჯამრთელს და ერთგვაროვანს და იცვლება უფრო მოყვითალო, ნაცრისფერი, ლაქებიანი იერით. ხო, ეს ყველაფერი ვითარდება ნელ-ნელა წლების განმავლობაში. დაგროვებითი ეფექტია. გვიანი ეფექტი რა არის კანის დაზიანების? ეს არის როცა ნაოჭები უკვე ღრმავდება და სახეზე ჩნდება ნაოჭები, მაშინაც კი როცა ადამიანი არ იცინის მაგალითად ან არ ლაპარაკობს და ის ელასტოზიც რაც გითხარით კანის გასქელება და მოდუნება როცა სახე ეკიდება, ესენიც უკვე გვიანი ნიშნებია. ზოგჯერ უხეში ქერცლიანი კანი ვითარდება, შეიძლება მტკივნეული უბნებიც იყოს და აქტინურ კერატოზებს ეძახიან ხოლმე ამას და ეს შეიძლება მომავალში სიმსივნეშიც გადაიზარდოს და ამიტომ კანის ესეთი დაზიანება თუ იქნება, მას ყურადღება სჭირდება. და აქ ჩდება მთავარი კითხვა, რომ ანუ მზე თუ ასეთი საშიშია, მზისგან თავი უნდა დავიცვათ და როდის არის მზე საშიში? მაგალითად, თუ მზეზე გავედით, ყველამ ვიცით, რომ დავიწვევით, ყველამ ვიცით, რომ ცუდია მზეზე გასვლა. მაგრამ როდის არის მნიშვნელოვანი სარისკო? ღრუბლიან დროს რა ხდება? ღრუბლიან დროსაც თუ კი გაფანტული ღრუბლებია, გაფანტულ ღრუბლებს შეუძლია თითქმის 90% ულტრაისფერი სხივების გამოატაროს. ნაწილობრივ მოღრუბლულ ცას შეუძლია დაახლოებით 73% გამოატაროს. ნუ თუ სქელი ღრუბლებია, 31%-ს ატარებს მხოლოდ. ამიტომ ღრუბლებში თუ ანუ ღრუბლიანი დღე თუ არის გარეთ მიდიხარ, მაინც უნდა იცოდე რომ ულტრაისფერი გამოსხივება მაღალი დონით არის და ულტრაისფერი გამოსხივების აპლიკაცია ჯობია გამოიყენო, ანუ 3 და მეტი თუა მზისგან დამცავი გჭირდება. მოკლედ ეგ არის მთავარი წესი, რომ ანუ გარეთ რო გადიხარ, ღრუბლიან დღეშიც კი მზის ულტრაისფერი სხივები შეიძლება იყოს მომატებული. რაც შეეხება წვიმიან დღეებს, წვიმის დროს ნამდვილად ნაკლებია გამოსხივება, მაგრამ ნული არ არის. თუმცა უმეტესად მაინც დაბალია. შეიძლება იყოს დაახლოებით 0-დან 2-მდე. თუ კი 0-დან 2-მდეა მაგალითად ულტრაისფერი გამოსხივება, ანუ 0-დან 10-მდე იზომება ხოლმე როგორც წესი და ანუ 2 თუ არის ან ნაკლები, მაშინ რაიმე კონკრეტული დაცვა მზისგან ადამიანს არ ჭირდება. და 3-ზე მეტი თუ არის, მაშინ მიუხედავად იმისა, ღრუბელია, გარეთ გრილა, წვიმა თუ რა არის, მაინც საჭიროა მზისგან დამცავის გამოყენება. კიდე არის ხოლმე კითხვა, რომ რამდენად გვიცავს ქუდი, ნუ ეს კეპები როა ჩვეულებრივ ის შუბს იცავს და თავს ზედანაწილს იცავს, მაგრამ ლოყებს ყურებს, ყბის ხაზს, კისერს და ეს ვერ იცავს რა თქმა უნდა და ამიტომ დაუცველი რჩება, ამიტომ ეგ არ არის საკმარისი მზისგან დაცვა, ხო, ნუ ზოგადად მიიჩნევა, რომ ქუდი, რომელსაც აქვს ეს ფართო ფარფლი 7.5 სანტიმეტრი ან მეტი, აი ეგ არის დაცვა რეალურად, ანუ სხვანაირი ქუდები ნაკლებად დაცვა. კიდე არის ის, რომ ჩვენ გამოსხივებას ვიღებთ არა მარტო პირდაპირ მზისგან, არამედ მაგალითად მიწისგან, ასფალტისგან და გარემოსგან, შენობებიც ირეკლავს და საკმაოდ, ანუ ეს არ ფიქრობთ, რომ პატარაა, ისე რომ შეიძლება 30-40% გამოსხივების ჩვეულებრივ გარემო აირეკლოს და ადამიანმა მიიღოს ეს დასხივება. ამიტომ მოკლედ გარეთ იმის განცდაც, რომ თქვათ, აი შეიძლება ან ქუდს ვატარებ, ან მაგალითად მზეზე დავწექი და ქოლგა გავშალე. ხო, ნუ ის ქოლგა პირდაპირ რა თქმა უნდა აკავებს იმ სხივებს, მაგრამ ქვებიდან, ქვიშიდანარეკლილი სხივები მოდის მაინც და აზიანებს კანს, ანუ ეგეც არ არის საკმარისი დაცვა, ამიტომ ის რომ დღის განმავლობაში ადამიანი გავიდეს ზღვაზე და მთელი დღე იქ დაწვეს იმის იმედად, რომ დაცული იქნება ქოლგით, ეს არ არის სწორი. ჩრდილი არის უსაფრთხო, თუ არის ძალიან დიდი შენობის ჩრდილი რა, მოკლედ, ანუ დიდი შენობის ჩრდილებში ან სრულად გადახურული ვერანდა თუა, ესეთ შემთხვევაში კი ან დაცულობის ხარისხი მაღალია, მაგრამ ანუ ეს ჩრდილი თუ არის სუსტი, თუ არის ქუდისგან, თუ არის ქოლგისგან, როგორც წესი, ეგ დიდად ვერ ეხმარება. მაგალითად, ბალახი, მიწა, წყალი 10%-ს ირეკლავს დაახლოებით მზის სხივებისას და მაინც გვხვდება, ანუ გარემოდან მშრალი ქვიშა დაახლოებით 15%, ზღვის ქაფი 25%, თოვლი 80%-ს, ამიტომ თოვლის დროსაც მზის გამოსხევა ძალიან დიდია ხოლმე და ეს იცის ვინც ზამთრის კურორტებზე მოგზაურობს,
ოფისში ფანჯარასთან ჯდომისას რა ხდება, მაგ დროსაც კი შემოდის, ან ფანჯარა აკავებს ულტრაისფერ B სხივებს ეფექტურად, მაგრამ ულტრაისფერ A სხივებს, ანუ A-ს, რომელიც ხანგრძლივადიან დაბერებას იწვევს, იმას ვერ აკავებს, რაღაც ზონას აკავებს, მაგრამ სრულად ვერა. ამიტომ შეიძლება იჯდე ფანჯარასთან ოფისში, ან სახლში, შემოდიოდეს მზის სხივები, გეგონოს რომ არაფერი შენი კანი დაცულია, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. თუმცა ხო ფანჯრის აქეთ თუ ხარ, მზისგან დამწრობას ვერ მიიღებ, ანუ რუჯს ვერ მიიღებ, მაგრამ კანი მაინც ბერდება. კიდე არის ხოლმე კითხვები, რომ მანქანიდან როგორ არის საქმე, მანქანის წინა მინები როგორც წესი ლამინირებულია ისე რომ ულტრაისფერ A სხივებს კარგად ბლოკავს როგორც წესი დაახლოებით 96%-ით. მაგრამ გვერდითა მინები ჩვეულებრივ არის და შესაბამისად ჩვეულებრივ შემოდის ეს მზის რადიაციაც. აქედან გამომდინარე მანქანაც არ არის კარგი დაცვა და ამიტომ მაინც საჭიროა გამოყენება ეს კარგად იციან იმ მძღოლებმა, რომელსაც მარცხნიდან რომელსაც ჭენია განშია მანქანა ანთებთ მუდმივად მზე და რამდენად განსხვავებულია ხოლმე მარცხენა ხელი მარჯვენა ხელისგან, ვინც რეგულარულად მანქანას ატარებს და მოკლე მკლავიანები აცვია, ყველა მიცის ეს. ეხლა რომელია საუკეთესო მზისგან დამცავი კრემი? საუკეთესოა ის, რომელიც ფართო სპექტრისაა და საკმარისი რაოდენობით წაისვამ და გამოიყენებ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანის უმეტესობა მზისგან დამცავ კრემს არ იყენებს საკმარისი რაოდენობით. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. SPF 50 ან მეტი უნდა იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე. Broad spectrum უნდა ეწეროს, ანუ ფართო სპექტრის უნდა იყოს და უნდა ბლოკავდეს UVA სხივებსაც. ზოგჯერ შეიძლება იყოს წყლის მიმართ რეზისტენტული, ეს განსაკუთრებით კარგია, ანუ ზღვაზე შესაბამისად შესაძლებელია რომ ანუ წყალს უძლებდეს მოკლედ. ანუ წრეში მოთავსებული UVA თუ აწერია UV და მერე A, ეგ თუ აწერია, ეგ ნიშნავს რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ამ UVA დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ეგ არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეთ ასევე. ზოგადად ეს SPF-ი რას ნიშნავს? SPF-ი არის UVB-სგან დაცვის ეფექტია რეალურად, ანუ ეს UVA-სგან დაცვის ეფექტი არა, UVB-სგან არის SPF 30 ნიშნავს რომ დაატარებს დაახლოებით 3.3%, SPF 50 ნიშნავს რომ მხოლოდ 2%-ს ატარებს და SPF 100 არის რომ დაახლოებით 1%. ან ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს ამ მზისგან დამცავ კრემებს. ოღონდ სწორად უნდა იქნეს გამოყენებული, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რადგან ეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ ემთხვევა რეალურ ცხოვრებას. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები კრემს იყენებენ ნაკლებს, უბნებს ტოვებენ, განმეორებითად აღარ ისვამენ, ამიტომ ისა SPF 50 რეალურ პრაქტიკაში შეიძლება იყოს ძალიან ნაკლებ ეფექტური მოკლედ. ახლა მინერალური თუ ორგანული მზის კრემები, მინერალურები ძირითადად არის თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი. ეგენია ძირითადად და კარგია ეს მგრძნობიარე კანისთვის როზაციას შემთხვევაში, თვალისწვის და ხშირი გაღიზიანების დროს. და ნუ ნაკლი ახლა ცოტა თუთია არის, თუთია იწვევს ცოტა თეთრი კვალი, სიმძიმე, სიმშრალე შეიძლება გამოიწვევს კანზე, მაგრამ ჯამში მიიჩნევა რომ არის მაღალ ეფექტური მოკლედ და უსაფრთხო. ორგანული, იგივე ქიმიური, ქიმიურსაც ეძახიან ხოლმე და ხო ესენი უფრო სუბუქია ხოლმე როგორც წესი უფრო გამჭირვალეა და ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მათ წასმა შეიძლება უფრო მარტივია და მაგრამ აქ შეიძლება ზოგ ადამიანს კანი აუწვას ან თუმცა ორივე რეალურად მიიჩნევა უსაფრთხოდ, ორივე არის ეფექტური, განსაკუთრებით თუ არის ფართო სპექტრის, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ. ამიტომ არჩევნის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე იმას სიტყვა მინერალური, ქიმიური და ორგანული და ეს რაღაცები. მთავარი არის რომ კონდეს UVA დაცვაც და მთავარი არის SPF-ი და მთავარი არის რომ პროდუქტი გამოიყენოს სწორად. უმეტესად ეს ორივე სახის პრეპარატი, მზისგან დამცავი კრემი რაც არის ბაზარზე, უმეტესად ყველა არის უსაფრთხო და მთავარია გამოიყენოს ადამიანმა სწორად. თუ ადამიანს აქვს მელაზმა, მუქი ლაქები, ან აკნეს შემდგომი პიგმენტაცია რო იცის ხოლმე, ან ადვილად პიგმენტირებული კანი, ამ დროს უმჯობესია რომ გამოიყენოს ადამიანმა მზის კრემი რკინის ოქსიდები, რადგან ეს რკინის ოქსიდი დამატებით ბლოკავს UV სხივებს და ხილულ სპექტრსაც
და აი ხილულ სპექტრით გამოწვეულ დაზიანებებსაც ბლოკავს. შესაბამისად, რკინის ოქსიდით კრემის გამოყენება ასეთ დროს სწორი. და როგორ უნდა წავისვათ სწორად? კრემი არ უნდა იყოს ცოტა. 2 სავსე თითის სიგრძის ზოლი უნდა დაიდო თითზე მოკლედ და წაისვა სახეზე და კისერზე. ანუ ეს არის სახის და კისრის ზომა. და თუ აი მკერდზე და ქვედა ნაწილებზე ცისვამს ადამიანი, მაშინ მეტი ჭირდება რა თქმა უნდა. ანუ აი ეს 2 თითის წესი ეხება სახეს და კისერს. ყურებიც არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ თმის ხაზით შეიძლება. და მთელი ზრდასრული სხეულის დასაფარად საჭიროა 30 მილილიტრი, ანუ პატარა ჭიქის მოცულობა. საკმაოდ ბევრია ეს რეალურად, ანუ ბევრი ზისგან დამცავი ჭირდება ადამიანის ორგანიზმს, თუ მთელი სხეულის დაცვა ჭირდება. და თან ჭირდება კიდე რომ 2 საათში ერთხელ ახლიდან უნდა დაიტანო ეს ზისგან დამცავი. ხო, ტუჩებისთვის გამოიყენება SPF 30 ან მეტი ტუჩის ბალზამები, ანუ ბალზამი იცავს ამ შემთხვევაში ტუჩებს და არ უნდა დაგვაუწყდეს რა თქმა უნდა ხელის ზურგი, კისრის უკანა ნაწილი, ტუჩები, ცხვირის გვერდები, ქუთუთოების გარშემო, ყურები, ანუ ტუჩის ბალზამები გამოიყენება როგორც გითხარით. კრემი უნდა წაისვათ ეს მზისგან დამცავი გასვლამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, რათა თამბარი ფენა ჩამოყალიბდეს. ხო, და ჯერ თანმიმდევრობა ესეთია, რომ ჯერ ან გამწმენდი, ან სამკურნალო პროდუქტი, თუ რამეს იდებთ სახეზე, შემდეგ დამატენიანებელი ზევიდან და მერე მზის კრემი. მერე მაკიაჟი, ვინც მაკიაჟს იყენებს, ან მაკიაჟის წინა არის მზისგან დამცავი კრემი. მზისგან დამცავ კრემს ახლიდან წასმა ჭირდება ყოველ 2 საათში, ასევე დაუყოვნებლი უნდა თუ იცურავე, ძლიერი ოფლიანობის მერე, ან სახის გასახოცით თუ მოიწმინდა სახეს, აი ესეთი შემთხვევები. ხო, water resistant რო აწერია, ეგ არ ნიშნავს რომ წყალგაუმტარია, რაღაც დონეზე იცავს, მაგრამ სრულად წყალგაუმტარი მოკლედ არ არის რა. ხო, და მითითებული ეტიკეტზე მითითებული რო არის ხოლმე 40 წუთი, 80 წუთი ნიშნავს რომ რამდენხანს ინარჩუნებს პროდუქტი გამოცდილი დაცვის დონეს სველ კანზე. აი ეს არის აზრი ამ water resistant-ის რო არის ხოლმე. ხო, თუ მაგალითად ოფისში ზიხარ, სადაც მზე პირდაპირ არ გეხება, იქ არაა საჭირო ყოველ 2 საათში ერთხელ განახლება. ეს 2 საათის პრინციპი ეხება, როცა პირდაპირ მზეზე გიწევს ყოფნა მაგ შემთხვევას. და რო შევაჯამოთ, ყველაზე ძლიერი დაცვა არ არის, რა თქმა უნდა, რომ კრემები გამოიყენოს ადამიანმა. ყველაზე ძლიერი დაცვა არის კომბინირება. პირველი არის, რომ შეამცირო მზეზე ყოფნის დრო. შუა დღისას განსაკუთრებით 10-დან 5 საათამდე. ეგ არის ყველაზე ძლიერი UV რადიაცია არის ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე არის, რომ ეძება ყოველთვის ღრმა ჩრდილი. აირჩიეთ ჩრდილი, რომელიც ფარავს ძალიან დიდ ნაწილს, ისე რომ ანუ მზესთან ახლოს არ იყო, მოკლედ მზის ნაწილთან ახლოს არ იყოს შენი ნაწილი, შენ სადაც ხარ ის ადგილი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მესამე ბარიერი არის ტანსაცმელი. ტანსაცმელი მნიშვნელოვნად ბლოკავს მზის გამოსხივებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ მაინც მზეზე გიწევს ყოფნა ფართო ფარფლიანი ქუდი, არის მნიშვნელოვანი დაცვა, 7.5 სანტიმეტრი და მეტი. სათვალე ასევე მნიშვნელოვანია, რომელიც ბლოკავს UVA-ს და UVB-ს მნიშვნელოვნად. და მეექვსე ბარიერი არის მზის კრემი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია 2 საათში ერთხელ. აი ესე შესაძლებელია რომ მნიშვნელოვნად დავიცვათ კანი დაბერებისგან და შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც მაგალითად 5 წლის განმავლობაში ადამიანების ნაწილი იღებდა მზისგან დამცავს, ნაწილი არა და ვინც იღებდა მზისგან დამცავ კრემებს, მათ 24%-ით ნაკლებად დაუბერდათ კანი. ანუ გაზომვადია ეს ყველაფერი, გაზომვადია ეს შედეგები, მზისგან თავის დაცვა რეალურია. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.